ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შეაფასეს დღეს მთავრობის წევრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებული კვლევა განიხილეს. დოკუმენტი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და დანახარჯებს ეხებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის მუშაობის შესაფასებლად დღეს ხელისუფლების წევრებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მსჯელობდნენ. ჯანდაცვის სერვისების სარგებლობის შესახებ კვლევის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლეების რიცხვი. იყო საკმაოდ ესეთი ცხარე ინტენსიური მსჯელობები, იყო კრიტიკაც, რომელიც საქმიან კრიტიკას რა თქმა უნდა ვითვალისწინებდით, იყო სამწუხაროდ ხშირად ტენდენციური დამოკიდებულებები იყო სხვადასხვა შეფასებები, სხვადასხვა მეთოდოლოგიით შესრულებული შეფასებები, რომელიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ოფიციალური ინფორმაციით სახელმწიფო დაზღვევით ამ დროისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, 9 მილიონი კი კერძო დაზღვევას იყენებს. დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოსგან ყურადღების გარეშე. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ყველა მოქალაქეს, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა და გეტყვით რომ ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო დაფინანსება. დღეისთვის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი საბაზისო სამედიცინო მომსახურებით. კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მინდა სამძიმარი გითხრათ სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანებისა და იმ ზარალის გამო, რაც ოჯახებმა ნახეს. ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს შესანიშნავ მიღწევებს, რომელიც ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამისთვის განხორციელდა. საქართველოს აჩვენა, რომ შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯების სუხარებას გამოთქვამს სტიქიისა და მსხვერპლის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისში ცოტა ხნის წინ. საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის შესახებ კვლევა 2014 წლის პერიოდს ეხებოდა.